დილამშვიდობისად კალმახზე სათევზაო თავარ. ცოტა დამაგვიანდა ჩამოსვლა, მაგრამ არა უშავს. 1-2 სიტყვით უცბად კალმახზე თევზაობის ამბებზე, რომ დაიჭირე გაუშვის მეთოდით თევზაოთ, რა თქმა უნდა, უენონემ სკავებით. ეს აქ სამკავები შეცვლილი არის სელექტის პრანგზე. ხელის მოკიდება, მხოლოდ სველი ხელის მოკიდება დაშვებული, რომ თევზი არ დავაზიანოთ და ნახოთ აბა რა გამოვა, დავიწყებ უცბად. აი, დაჯდა პირველი. და ერა მოვიყვანე. ნორმალური იყო. გაიქცა გვაჯობა. ეს წეღანთელთან შედარებით ცოტა პატარაა, მაგრამ არა უშავს. მოდი. სილიკონი გაზრა უკვე და ესეთი პატარა კალმახი. ერთი ბაჩო. გავასწორო და გავაგრძელოთ უცბად. დარტყმა იყო. ოპა. ზედიზედ მეორე. ეს ცოტა იმაზე მოზრდილი. ისა, გაგანთავისუფლო, მოიცა. რაღაცა უცბად გამითანაბრე. ეგ ისეთი ადგილია, ბაჩო, რომ ზუსტად მათ გამექცა მეც მოყვანილი, ცოტა უნდა შეიცვალო ადგილი, რაღაცა ჯადო აქვს მაგ ადგილს. რა ხდება, რატო აიჩხლართე? ესე, შე. იდი. ნახე ახლა რას გამოედო, შეხედე. წნულშია ეხლართა ისა. მაგარი ზომა მაგარი ზომაა ძალიან. მიდი. იბრძოლე გადარჩენისთვის, მიდი. ბალახებში. გაიჭრიდა. კარგი გამოდი და მე თვითონ გაგიშვებ, გამოდი, გამოყავი თავი. სად რამხელა ბალახი არის აქ კიდე. ამცა აი ამ ბალახის ქვეშ არის შემძვრალი. მოდი.
ოპა. აი. გამორთე კამერა? არა, პირიქით. მეთქი გამორთული ხო არ არის ხელი დავადე. ძალიან მაგარი ზომის, ალბათ ცოტა კილო იქნება. აი. სილიკონი ამოვიღო. და უკეთესად გაჩვენებთ. აი. მუდმივ ერთებულ ჭიაზე. დავისარლოთ ხელი. კაი, დამშვიდდი. აი. ცა, აი, დამშვიდდი. მიდიაბა, ციგარი ხარ. კარგი ემოციებისთვის. მადლობა და დიაბა შენიცი. მაგარი იყო ძალიან. ესეთი ზომის კაი ხანი არ დამიჭერია. მართა კამერის ჩართვა დამავიწყდა. ეგრევე თექსტა. არა, უშავს, მოდი. ეს როგორ მუქფერებშია. მუქფერებშია. ლამაზია. ოპა. კოჭა. მალადეც. კაი ბიჭი იყო. ბოლომდე იბრძოლა. ოპლა. ბიჭო კაი ზომაა ეს. მიდი. არა, კალმაღზე თევზაობას ვაფშე სხვა ხიბლია. დამნებდი? ესე უცბად? არა და რა აქტიური მებრძოლი ჩანდი. ბოლოს გაიგიჟე. მოდი. აბა. არა, მშვენიერი ზომა არის. ძალიან კარგი ზომაა. მოვიყონოთ და უცბად დავუშვათ. კარგი, დამშვიდდი. მიდი. ოთხოდი მაინც გამოვაწვრინე იქიდან. აბა. ესე ხორცისფერ შეშლურესი. ჩამოცხა რაღაცა. გავიხადე თორე. ავიოფლა. ცოტა. ლეპო. გავაკეთე.
ოპა, ბიჭო. აუ რა მხელა ზომა. ბიჭო. შენი დედავატირე. აუ ეს რა იყო? ცისარტყელა იყო თუ ნაკადული ვერ გავიგე. ჩემი რა მხელა იყო. ძალიან დიდი იყო, ვერაფრით ვერ დავიმორჩილე და ბოლოს გაიძრო. სილიკონზე კი. აი ინც მოტყუდა, მაგრამ ეს იმასთან შედარებით სათამაშო. აუ გეხვეწები ერთ წელი სილიკონი მაგხო. მოიცა მოვიყვანო და მოგცე. ის პეტერ. არა. ნაკადულია. სხვადასხვანაირს მოგცემ და მე გამოიყენე. ნემსკავი შევხედე როგორი უყენია. ნემსკავი შეულ ოფსეტური მიყენია, რომ იმეებში არ გავიჭედო ხოლმე რამე ჩაბმაში. ოპა. კარგად გახაწყები. ესეც. და ხანა ნემსკავია და. ერთი ცალი დავიჭირი ამ ხელა ნაკადულის კავში, ერთი მტკავარი. აუ მადლობა ძმოჭი. პატა 1 გრამ ნახევარზე ან 2 გრამზე დააყენე, მეტი სიმძიმე არ უნდა. შეიძლება 1 გრამიც. ეგეთი ნემსკავი მაქვს და პირდაპირ იმას გავუკეთე. გავუკეთე, ხო. მოდი. გაები? რა გაება თან? მისი აღმატებულება კაშაპი. კაი მოზლილი. კაშაპი არის. აიძვერა მაიმუნა. მოგწიო მათედა? გაურისხოთ. იმათე. It's все. Опа.
ეს რა იყო დღეს გაქცევების დღე. ესეც მაგარი ზომა იყო. ესე ზევიდან რო დგახარ არ მიყვარს რა. ძნელი. ამასაყვანი არის. ამით დაგემშვიდობებით დღეს. საკმაოდ კაი ჭერა იყო, ჩემი აზრით და კაი ზომების. ვითევზავე ფლეშლურესის სილიკონზე, ფლიტფორზე. კუდმი ერთებული ჭია. ნაცნობი იქნება თქვენთვის. ალბათ სხვა ვიდეოებიდანაც. და საკმაოდ აქტიურად იღებდა თევზი. თან ისეთი ზომები, რომ ერთი განსაკუთრებით ოღონდ ის ვერ დავიჭირე სამწუხაროდ. არ ვიცი, აი ძალიან დიდი იყო და კილონახევარზე ზევით უეჭველი იყო. მე ვფიქრობ, აი 2 კილოსაც არაფერი დააკლდებოდა. ეგეთი ზომის ნაკადულის კალმახი არ მინახავს. ცისარტყელა შეიძლება იყოს თქო, მაგრამ მე მგონია რომ უფრო ნაკადული იყო. ჯოხს რაც შეეხება, ძალიან სუბუქი ჯოხია. ამისთვის ესეთი დინება არაფერი არ არის. 1.5-დან 5 გრამამდე ფეივორიტის რაპიდი. ამ ჯოხს რა ვიცი, რეკლამა არ ჭირდება მე მგონი. და არც ამ სილიკონს. დროებით აბა, შევხვდებით ახლო მომავალში. წარმატებები ყველას.